2 წელი პატიმრობას ითხოვე, მაგრამ როცა არაფერს არ აშევებს კაცი. ჩხუბი მე არ მიყვარს არაფერი და არაფერი მე არ მიყვარს ისე ჩემთვის ვარ სახში. ხო, რა მოხდა ახლა სახში რო არის ადამიანი და არავისთან არა აქვს ისეთი ურთიერთობებს გაანაწილოს და ურიგოს თუ რაც არის და გაყიდოს, კი ბატონო, რომ გაყიდვა მქონდეს, მე თვითონ არ ამოვიღებდი ხმას, მე თვითონ. ხო, ეგ არა მაქვს. არის გავრცელება მაქვს. მე დღეს დამწყები ხო არა ვარ გაცნობ. ნუ არის რა, დიდი ხანია, მაგრამ მაგას რა მშოხლა, მე ნერვოზი მაქვს. ნერვოს ვიწყნარებ იმით. ნუ რაღაცა მაქვს ისეთი, რომ ის დამიანი ისა თუ რომ მაგათ დღე დაღამე მაგას გავეძებდი. ეხლა წამლის ფული მე არ მაქვს. რა გავაკეთო? აი როგორ სახში ვცხოვრობ, წამლის ფული არ მაქვს. და იმას ხმარო როგორ ჩემთვის წამლად ნერვოზი დამიწყნაროს, ის წნევები დამიწიოს, გამირეგულიროს. მე როცა ის არის მე ვძნობ რა ნორმალურად ავუზნობ თავს. არა მა კრიმინალი მე არა ვარ კრიმინალი. რა თქმა უნდა. განჩენი რა კრიმინალი ვიყო კი ბატონო ვიტყოდი მაგრამ არა მაქვს აი ეს რომ მე წავიდე რაღაცა გავაფუჭო ამით და დავაზიანო ვინმე ზიანი მივაყენებია. არავის ზიანს არ მივაყენებ ადამიანს არ შეურაცხყოფა მივაყენო რაღაც უამრავად. მე ჩემ თავს ვაყენებ ზიანს სხვა არ ვაყენებ ზიანს. ჩემ თავს ვაყენებ ზიანს. რო თქვა რომ სხვას და ის კი მაგრამ ჩემ თავს მე ცხოვრობ ახლა ზიანს სიგარეტია თუ რაც არის კაცო თუ გინდაც არაყიდალიო გინდაც გუნდალიო ზოგისთვის არ შეიძლება მაგალითად და მაინც ასვავს. ჩემ თავს ვაყენებ ზიანს გინდა სასმელი გინდა იმით რაც გინდა იყოს. საერთოდ რაც თუ ის არის. სხვას ნუ დააძალიოს. ნუ გააფუჭო და ჩემ მე მაღაზია მაგალითად პროძივა ვარ. ნუ სხვას დააძალო. და ბავშვი გააფუჭო. არ შეიძლება მე თვითონ არ მომწონს პატრა ბავშვი მაგრამ მოძიო. ჩემი დაჭერით რა მოხდება რომ დამიჭირო რა ავატყოფი კაცი ვარ. რომ დამიჭირო ნუ არის თვითონ დამავატყოფო და მაშინ ტუია დამკრა რაღაც მინებს. ტუია დამკრა თუ არ აშევებს არ გადაიჭირო. მე ესე მწამს. თორე მე ეხლა პროკურატურის ენაზეც ვერ ვილაპარაკებ საერთოდ არ ვიცი იმათ ენის საუბარი, მაგრამ გლეხი კაცი ვარ და გლეხურად ავლაპარაკობ რა. არ უნდა დამიჭირო. მე მინდა რომ არ დამიჭირო. წეღანაც ავთქვი, ჩემ თავს ვაყენებ ზიანს, სხვას არავის, არაფერს არ ვაშევებ და ზიანს არავის არ ვაყენებ არავით არ იმაში. ახალგაზრდობიდანვე ეწეოდა რა, ჩუმჩუმად იჯდა სახში თავისთვის. თორე დედამისი მთელი ცხოვრება მუშაობდა ფოსის მოადგილედ სიცოცხლის ბოლომდე სანამ პენსიაზე არ გავიდა რა და მამაც ნაფრონტალი იყო დედაც და ესეც იმათ შვილი არის გაზარდეს ნორმალურად სამეზობლოში და იმაში ცუდი დამოკიდებულება არ აქვს რა ხალხთან რა და შეებენა რომ გავიგებთ რა ცირეში მართლა და იჭირონ რა გასაყიდად არ უნდა ეგ ვიცი არ გამიგი ამისგან რა ეგეთი რაღაც თვითონ ეწეოდა ეგ ვიცი ხურდი არ არის და ყაჩაღი არ არის თავარი რა და ვიღაცას აწყინოს სიტყვიერად რაღაც არ არის ესეთი ეგული კეთილი და ის არის პიროვნება არის მანამდე იმას ვიზარდ ტელევიზიაში გამოცხადდა რომ უკვე თავისუფლად შეიძლება მოწევა რაღაცა რამე რომე და მე კი ვერ ვნებოდი რომ მიჯო ჯერ მოენდობით კაცო რაღაცა და არაზე იყო ტელევიზიაში და იმაში ლაპარაკი ახლა ზოგმა გაიგო ზოგმა ვერ გაიგო და აი მოხდა ეს მაგალითად ესეთ მახეში რა მაგითო მე ნანება რომ გული კეთილი ეს ბიჭავი ეს რაღაც მუსიკა ბავშვებიდან მიყვარდა მუსიკა ბავშვებიდან ჩემი ხობია სამოდეს ნამეცი ეს აპარატურა ფუნქცია აი ახლა აი გამახარებული როგორ ამახები თალისამოს ეს ქნება 67 აი მას უსმენ მეთქი და ის ორი ძალიან ბავ რო დამიჭირო მაგრამ ის მოძალს მამიკუდება აი სამ ადამიანს იმედე მე მაგალითად როგორც ადამიანი ისე მიყვარს და სამ კაცი შეიძლება ერთის მაგივრად ეს კაცი ხმარობს თავისთვის არავის არ აძალებს არავის არ ყუნის არ აყიდის არაფერი ესეთ ხალხი ციხეში არ უნდა მოხვდეს ამისგან არის დაჩაგრული ძალიან ბევრი ხალხი მისას ნაირი არ შეიძლება ამის ესე დასჭა ყავს მუსიკაზის თავისთვისაც ხოლოს მეტი არაფერი აი შემოვიდნენ დათხარეს გაიტანეს შეფუთეს გაუკეთეს ის რავი ექსპერტიზის რაც საქმეა რა შეფუთეს და წაიღეს
არა, დანაშაულს კაცო ეხლა ზოგი ქურდობა, ყაჩაღობა, გულელობა, თუ რაც არის არა. ეგ სხვა რამეა, მაგრამ მოსაწევრის გულს არავის არ უნდა იჭიროს.